მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ბევრი სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების კეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი მოტოს ეხება. და დღეს სპეციალურად მოვედი ჰასკი პარკში, რომ გამოცადო პირველად ცხოვრებაში ენდუროს სტილის მოტოციკლეტის ტარება. ვარჯიშის გავივლი ვასო მასწავლებელთან და ამიხსნის თუ როგორ უნდა ვატარო საერთოდ მსგავსი სტილის მოტოციკლეტი. და წავედით ნახოთ როგორ გამოვიოთ, ძალიან მაინტერესებს მე თვითონ. იმედი მაქვს რომ არ დავილეძები. წავედით. ასევე შეგახსენებთ როგორ გამოიწევეთ. კაპიცებ დღეს შევა დავიმტვრე და გამოიწევეთ მაინც ხალხი. წავედით ზევით, მე მგონი ზევით იქნება ვასო მასწავლებელიც. გამარჯობა. მე მგონი თქვენთან ვარ დავითი. სასიამოვნოა. დაო, ჩუგი. ლაბო. ფეხი რატომ? ფეხი მაქვს 54. რა გოგო მოდი აქ. 7 წელია და ხა? 27 წელია ვზივარ კი. მართლა როგორ არ შეცდი ერთხელ მაინც. ძალიან თხილი ვარ და ნელა ვსწავლობ რაღაცებს. მე რომ მოძებნები. როცა ენდურო ბაიკზე ჯდები, გაითვალისწინე რომ ჯერ შეუკეთე რა, ფეხი. მე დაჯექი, იმიტომ რომ ფეხი აქვს მარტო თავისი ტონისთვის და არა პლუს რაიდერი ზონა. დაჯექი? ახლა ესეთი საბაზისო რაც უნდა გაითვალისწინო, რა ზიხარ ძირითადად ქედის თავზე. ანუ წინ მოიწია დამხარუზე. აი ეგრე. კი ბატონო. გასწორებული ხელები, სწორი ნიდაყვები არა, ოდნავ მოხრილი და ოდნავ წამოწილი. იგეთი მოძრაობები რა, აი აქ უნდა ის არის და საბაზისოა ძა. შენი სხეული ჩათვალე მოტოს გაგრძელება. რა თავის სასპენშენი და თავის აჩქარები და თავისი დოჟი. კი ბატონო. ჟენელები. ეხლა ჩვევა გაქვს შენ ორი თითი. ნუ ორი არის მაქსიმუმ. ეაში თითო თითით მართავ. ამით იგოქება, ეს არის კილსვიჩი. მე მაგწუშვები. ეხლა აი იქით წამოდი, გავჩერდეთ და გეტყვი ფეხზე დგომას აგიხსნი. ფეხები შუაგული ნუ გიდებს და სახსარი რო იწყება თითებს და წამოდექი ახლა. უხლებ მიაბჯინე ბაიქს, მოხარეცო და აი ეხლა აი ამ დაღმართისთვის აი ეს დგომა არის ოპტიმალური. ყურე ხელები რო შეუშვა ეს პოზიციაში უნდა დარჩე. ამბა შეუშვა. ხო. ანუ ხელებს აკვირდები ძირითადად რა. ცდილობ რომ რეალურად დატვირთვა მინიმალური ფულით. თუმცა სულ ისე რომ დატვირთვის გარეშე იარო არ გამოდის. დაღმართი უფრო აგრესიული გაქვს რა. შესაბამისად უჯდები უკან. ახლა ეს საკმაოდ აგრესიული დაღმართია, ან იგივეს იყენებ დამოხვეჭების დროს. კუთხეს აქვს მნიშვნელობა. კაი, მოდი ახლა ეს წრე გააკეთე და აქ რომ მოხვალ, კლაჩს მოუჭირე და ნელა მიგორავ ქვემოთამდე რა. კაი, ახლა რა ვქნა? დაალაგეთები. მოხევას ვაკეთებთ როგორ? გადაკიდებას ვაკეთებთ რა. მაგისთვის რა შვედით? ეცადე რომ აი მუხლებით და თეძოებით შემოტრიალდე მარჯვნივ მოსახლეობისკენ. ყურე მუხლს უნდა ცოტა წინ წავდეს. მოტოს ანუ ფეხზე გადმოგა წონა და ოდნავ ჩაუჯექი. ტანით არა, თეძოებით. ტანი. მუხლებს ჩავიდა ხო? ტანით შეტრიალდი მოსახლეობის ხარეს, მოტო გადახარე ჩაუჯექი. ასეგებია. აი ეგეთი სწრაფით დაახლოებით ეგეთი კუთხე გააკეთე. შემოხედე? მიდი აი ესე ცოტა ლაითი ზიგზაგი გააკეთე რა. ანუ ბოლომდე ჩადი ზიგზაგით და გააგრძელე, უკან აღარ ამოხვიდე. კაი, რაღაცა ესეთი ელემენტარული აი ძალიან პატარა დროში ესეთი ინფორმაცია მოგაწოდე რაც საბაზოა. დავიდეთ ახლა უშოუზე. ნახოთ. დავიდეთ. უზე რას შვებს. წადოთ. დავიდეთ, დაგრო დაკოქო ფეხზე წამოდიქი.
ეხ გამოუწე განული. მოდი. წყალში და გავიარო? და გაიარო თუ. ოა. რასტილების გაქვს საკმარისია რომ აქ ავიდეთ ჩვენ. კი ბატონო, მეცდები. მე ჩამოვდივართ რა და თუნდაც ტრაექტორიას გაჩვენე, აი იქ უნდა გავდივართ. თანაბარი სიჩქარე თუ მეორედ წავალთ უკეთესია რა. ეცადე რომ არა თამაში, მაგრამ ფეხზე აბდომარ, ჯერ ამიტებზე. ეხა ვიჯდე ისე ჩავიდე? ხო, რა, და ჯდომიერ გავაკეთებ. არ არის რეკომენდირებული პირველ ზოგი. დავაიდეთ. აქედან ნეიტრალით, ჩამქრალით, ჩავიდეთ უკანა მუხრუჭით. და გავითვალისწინოთ რაც გითხარი, კარგი? ხო მიდიხარ. რაღაცა პოზიცია, ხელები რელაქსში გაქვს, ხო? ტორმუს რო ადგავ, ცოტა უკან ჩაუჯექი დადგმის დროს, რომ დაწოლა არ კონდეს. გადმოდი აქეთ ცოტა. მოდი, ნუაჩერებჯერ. გვერდზე დამიდექი, ცოტა გამოუშვი მუხლები მიაბჯინე. თან გასწრე მუხლის თავები მithumetes დაღმართზე, კიდე. აი ახლა რო იწყებ დამუხრუჭებას. ოდნავ ანუ რეალურად ცალი ხელით უნდა აკეთებდე რა, ხდები? დააკვირდი რომ რელაქსში ჩონდე. ხო, ეხა ვაფშე არ ხარობ ხელებს. ხო, მაგრამ რომ დაამუხრუჭებ, ცოტა ჩაუჯექი. კი ბატონო. მოდი, რა ვქნათ, იცი? ესე დააწვინე მარცხნივ მოტო. მოდი. შემდეგი ჩამოვიდეთ აი ესე ორი ქვაუხი, ხედავ? მაგაში უნდა გამოზრე, ეგ არის ტრაექტორია. ნუ უყურეთ ეგრე ადვილია. ბევრად უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია, ვიდრე რეალურად შესაძლებელია. მართლა ამჯერად ახლა აი შეხედო აი ამ ტრაექტორიასთან არაფერი არ არის. ანუ მოდიხარ, დინამოხრობს არ ეხები ამ ეტაპზე. ერთ თანაბარი აჩქარებით მოდიხარ და აი წინასაბურავად რო ჩამოყო სხვებს, შეგიძლია უმრავლოდ დაბლოკო. შეგიძლია ჩაიარო. ანუ safety მაგარია, აი პროცესი წინასაწაო. უკანა შეიძლება ჩავკეტო, ანუ? უკანა შეგიძლია ჩაკეტო, იმიტომ რომ დამარცხ პერპენდიკულარულად მოდიხარ. აქ არ გაგექცევა უკანა. გასაგებია. კარგი? სისრაფეს აი გაჩვენებ და ახლოვებით წარმოდგენა რო გქონდეს. აი დაახლოებით ესე სისრაფით მოდიხარ და უკან გადმოწევა არ დაგავიწყდეს რა, ჩაუშვი და გადაიწია უკან. გასაგებია, ვეცდები. თავი ისევ მაშინ გაჩერდი, კამერა იპოვე. საწყალი კამერა ვიღოთ. რას დააკვირდი აღმართს რო ხედავ, ნუ ელოდები აღმართს. სტრატეგიულად შენ აი აღმართამდე ახლა დინამიურად სისრაფე უნდა გაზარდო, რომ აღმართზე მაქსიმუმ თორქი დაგჭირდეს რა. შესაბამისად, ტრექშენიც კარგი გექნება. ანუ აჩქარება აღმართზე არ უნდა გავაკეთო. ეცადე, ანუ აღმართს რო ხედავ, ყოველთვის უნდა ენდუროში იფიქრო აღმართის წინა მონაკვეთს. რო აი აჩქარება მისცე, მაქსიმალურად ინერციული მომენტი რო ქონდეს. თორე ესე რომ დადგე რაღაც აღმართზე, ნუ ვერც დაიძრა საერთოდ, რა გააჩნია კუთხეს. შენ აღმართზე რომ მოდიხარ და აღმართს ნელა რო ადგები, გაზის გახსნა გიწევ. და ეს აღმართის ეფექტი უფრო დიდია. მოტო აი გაჩერებულია თითქმის და აღმართზე რომ მიდის, ეს რულზე ეკიდები გამოგდის. ხო. მე რო სწრაფად შემოვიდე, შემიძლია ამ აღმართზე ახლა კონკრეტულად გაზი დავაკლო ცოტა. და მომცემს როგორ ეფექტს, იცი, ანუ წინ გადაგდების ეფექტი. გასაგებია. ამიტომ რომ უყურებ აღმართს, თავიდან ნელა-ნელა გაზი აჩქარება მიეც. კაი, ნეიტრალში და ჩავიდეთ იქ. ვიჯდე ხო?
არა, უნდა იდგე უეჭველი და უკან გადმოწევა არ დაგავიწყდეს ჩასული. კაი. ეს არის ხო? ხო, პირდაპირ არის. რომელია დავავიწყო? აი, კვებს დაინახავ. აი, ეგ არ უნდა გააკეთო, აი რაც გააკეთე. გული გავისკდა ეგრევე. ეგრევე შეშიდა. აუ, რაცა შინადება. ეხლა თვითგადარჩენის ინსტინქტი, აი, საპირისპიროს გეუბნება. ეხლა ეგ რო ცოტა გვიან გაგეკეთებინა და აი პიკზე გაჩერებული ყავ. წავიქცეოდი. ხო, აი, წაიქცეოდი ძალიან ცუდი. ხო. აი, მაქედანაც შენ ახარ ჩამოხვალ ეხლა. ახლა შემდეგზე წამოვალ უკვევსო. გადმოდი. აუ, რა მარტივია. მარტო დავმარტია შესახედავად ძალიან ცუდი, თორე ჩასვლა აშკარად მარტივი ჩანს. გეუბნები რა, ბევრად ადვილია რეალურად ეხლა ტრენი რასაც. მართლა მართლა ინსტინქტები ძალიან იმას უშუალო, მათ შორის. აი, ეხლა ადი ისევი, ნეიტრალდი და ნეიტრალი წამო. აით. მაგრამ ეშინია. წავშინია. შეანელე, ცოტა შეანელე, კაია, გააგრძელე. რა მაგარია. პოსტა საშინელი შესაძლოა რომ ახლა რაღაცაზე ჩავოდიხარ ესე მარტივად მერეთან. მიდი იქ წყალზე გამოიარე. ერთი კიდე გავაკეთოთ რა, რომ ცოტა გადააბიჯო ამ რაღაც შიშებს. აუ, ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარია. აი, მოში. ძალიან მაგარი იყო. აუ, ძალიან მომწონს. და ამით დახტუნავ მე ალბათ რა მაგარია ვაფშე. ამიტეს გაძლევ 28 საათი აქ ვიყო ვერ ამოწევ. ჯერა და მეორე დღეს ფეხებით ვერ გავივიდი, საერთოდ მაგისაც ჯერა. აუ, ძალიან მაგარი შეგრძნება და ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი მადლობა. მიდი ერთ სადი წამოდი და გავაგრძელოთ. კი ბატონო. ვიდით მოვატრიალეთ და ისევ ამ ტრაექტორიაზე ჩავიდეთ. დავით. ხავასო მასწავლების გარშემო ჩავიდე. თვითონ წავიდა. მე ძაბეჭი არასო შეიძლება ჩასვლა. კაი, შევანელეთ, არ გვეჩქარება. მეტი არ გვეშინია, პრობლემა არ არის. მეორეთი წამოვედი და არ გამომივიდა. გაკაჩინკი. მაგარია, ძალიან მომწონს. კარგია, ენდურო. ოპა. ეს არისო ხოჭო. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ეს როგორც თქვია, აიზბერგის წვერი დაინახე შეიმართლა. ეს კიდე რამდენია ვერ წარმოიდგინე. ნამდვილად ჯერა რომ ეგრე არის. ხო მეგობრებო, კაპიცი გამოიწერეთ. კი რა მოვიტეხე რაღაც არაფერი მომიტეხია ვიტყუები, მაგრამ კაპიცი გამოიწერეთ და ერთი ჩასკროლა ღილაკის დაჭერა რა იქნება? გეღვეძე, მადლობა წინასწარ. მოკლედ ესე ჩემი პირველი ენდუროს გაკვეთილი. დიდი მადლობა ვასო მასწავლებელს. რა თქმა უნდა აღწერაში იქნება თუ როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ ამ სტილის გაკვეთილებზე როგორ ჩაეწეროთ. პირდაპირ Husky G-ზე ან ჩვენ გვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და იქ არის booking სისტემა. ირჩევ თარიღს, ირჩევ დროს და მოდიხარ. შვენიერი, ძალიან კარგი. ეკიპირება გვაქვს, ასე რომ სრული დაცვა ჩვენზეა. შვენიერი. მადლობა კიდევ ერთხელ Husky-ს და ვასო მასწავლებელს. ალბათ კიდე დავბრუნდები კი არა, უცებ დავბრუნდები და აუცილებლად გამოგხობით სადმე საინტერესო ტურში. მოწამლული ხარ აშკარად გეტყვი. ნამდვილად, ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა. აი, არის მეგობრებო, ესეც ჩვენი Husky მოტოპარკის სტუმრობა და ენდუროს გაკვეთილის ჩატარება პირველად ცხოვრებაში ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო იყო, მეგონა რომ მარტივი იქნებოდა, რომ არ მოგატყოთ ეგრე მეგონა რატოღაც. მაგრამ ძალიან ფსიქოლოგიურია ის რაღაცნაირი დაღმართების ჩასვლა ამოსვლები და ძალიან გიჭირს მაგის გადალახვა და პირველად გაკეთება. მაგრამ ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა მართლა Husky მოტოპარკს. და ხო მეგობრებო, წავედით გამოიწეთ, გაფიცებთ, რა იქნება, ჰა? შემდეგში წავიდეთ რამე დიდ მოგზაურობაზე, ენდუროებით და რაღაცა გადახტომებით გავაკეთოთ. აი, ვნახოთ. კარგად მეგობრებო. მადლობა კიდევ ერთხელ.